მიუსაფარი ცხოველები არის საკმაოდ დიდი გამოწვევა ჩვენი დედაქალაქისათვის და ერთ-ერთი ძირითადი წყარო ცხოველების გამრავლებისა არის სწორედ პატრონიანი ცხოველები, რადგან მეპატრონეები არ ასრულებენ იმ ვალდებულებებს, რაც მათ აქვთ აკისრებული და ეს ძირითადი ვალდებულება არის პატრონიანი ცხოველის რეგისტრაცია ჩიპირების საშუალებით, ჩიპის საშუალებით, ეს არის ცხოველის სტერილიზაცია, კასტრაცია, აიხება იმ ცხოველებს, რომელთაც არ აქვს ჯიშის დამადასტურებელი მოწმობა. ეს არის ვაქცინაცია და მინიმალური პირობების შექმნა საცხოვრებელ სახლში იმისათვის, რომ ცხოველის ჰუმანურად მოვლა მოხდეს, მოვლა პატრონობა. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ განვაახლოთ ჩვენი ბაზა პატრონიანი ცხოველების, რათა ჩვენ ასევე სტატისტიკური მონაცემებიც განვაახლოთ, თუ რამდენი პატრონიანი ცხოველი გვაქვს, რასთან გვაქვს ძირითადად პრობლემა, რა სახის დარღვევები არის და ასე შემდეგ. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მოხდება მხოლოდ ამ მეპატრონეების გაფრთხილება და ინფორმაციის მიწოდება, თუ რა ვალდებულებები აქვთ მათ. ამის შემდეგ ჩვენ უფრო მარტივად შევძლებთ, რომ დავგეგმოთ ჩვენი მომავალი საქმიანობები და დავგეგმოთ ის შეთავაზებები, ის პირობები, თუ როგორ შეგვიძლია მივაწოდოთ ინფორმაცია, რა შევთავაზოთ მეპატრონეებს, რათა უფრო გავაუმჯობესოთ ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობები და ხელმისაწვდომი გავხადოთ მოქალაქეებისთვის შინაური ცხოველების მოვლა. სანამ დეტალურად კითხავთ ამ პროცესის შესახებ, როგორია თქვენი მოლოდინი, რა შეიცვლება ამ ყველაფრით, ამ პროცესით, რა გაუმჯობესდება? სამწუხაროდ ბევრმა მეპატრონემ არ იცის უბრალოდ ინფორმაცია არ აქვს, თუ რასთან არის დაკავშირებული ცხოველის პატრონობა, არ იციან სად დაარეგისტრირონ ცხოველები, არ იციან სად გაუკეთონ სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია. და სწორედ ამ ყველაფერს ემსახურება ეს ყველაფერი პირველ ეტაპზე. ცნობიერება არის საკმაოდ დაბალი მოქალაქეების და ჩვენი მიზანი არის ის სწორედ რომ ეს ინფორმაცია მიუტანოთ ამ ადამიანებს სახლში და შევთავაზოთ ეს პროცედურები სახლში და რაც ვთვლი რომ საკმაოდ დიდი კომფორტი არის ყველასათვის. ჩემი მოლოდინები არის ის რომ რა თქმა უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერება, ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი. და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა გამოასწორონ ის დარღვევები თუ აღმოაჩნდებათ მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული და ცნობიერებასთან დაკავშირებული რა თქმა უნდა. ეს ნაწილობრივ გაზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას საკუთარი შინაური ცხოველის მიმართ მოსახლეობაში. დიახ, რა თქმა უნდა, გაზრდის, რადგან ჩვენ ასე ვთქვათ, ინფორმაციას როდესაც მივუტანთ, ასევე ვაცნობებთ იმასთან დაკავშირებით, რომ სამომავლოდ თუ მოხდება გამოვლენა კიდევ ერთხელ ასეთი დარღვევების, მოხდება დაჯარიმება მოქალაქეების, რადგან ჩვენი თანამშრომლები პარალელურად ახორციელებენ მონიტორინგს ქალაქის ქუჩებში, სკვერებშიც, პარკებში, სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში, ცხოველების გასეირნების წესების, მოვლა-პატრონობის პირობების წესების. ამასთან ერთად, როგორც იცით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კანონ პროექტზე, რომელიც მოიცავს მთელ ქვეყანას და ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ კანონი და ვთვლი რომ საკმაოდ კარგი ნაბიჯი არის ეს ჩვენი მხრიდან, რადგან პირველ ეტაპზე ჩვენ ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით, ხელმისაწვდომს გავხდით მათთვის, რომ შეასრულონ თავისი ვალდებულებები და ვთვლი რომ დადებითად აისახება ეს ყველაფერი ამ პროცესებზე. ეს თბილისს ეხება თუ საქართველოს ფარგლებში მოხდება მონიტორინგი? ჩვენი საქმიანობა ვრცელდება თბილისის მასშტაბით. და თბილისში განხორციელდება. თუ არის ცნობილი რაოდენობა იმ ოჯახების, ვისთანაც უნდა განახორციელოთ მონიტორინგი და ეს პროცესიც რომ აგვიღწევოთ, როგორ მოხდება შემოწმება, ვისთან მივლენ, რა ტიპის კითხვები არის, რა უნდა კონდეს შესრულებული მეპატრონეს იმისთვის, რომ გაფრთხილება არ მიიღოს და შემდეგ უკვე ჯარიმა. წინასწარ დაგეგმილი მარშრუტი გვაქვს, ჩვენ ვიწყებთ გარეუბნებიდან, საკუთარი დასახლებებიდან, მივალთ ყველა ადამიანთან, ყველა მოსახლესთან მივალთ. ჩვენი თანამშრომლები ინფორმაციას გააცნობენ თუ რა ვალდებულებები აქვთ მათ ცხოველის წინაშე, რა ვალდებულებები უნდა შეასრულონ, გადასცემენ საინფორმაციო ფლაიერებს და ამავე დროს თუ მოქალაქეს არ ეყოლება თავისი შინაური ცხოველი დარეგისტრირებული, დაჩიპული, ან ვაქცინაცია არ ექნება ცოფის საწინააღმდეგო გაკეთებული, ჩვენი თანამშრომლები ადგილზე შესთავაზებენ ამ მომსახურებას
შეიძლებათ ადგილზე დაჩიპვა ცხოველის ვაქცინის გაკეთება და ასევე შესთავაზებენ ცხოველის სტერილიზაციას, კასტრაციას ჩვენს მუნიციპალურ თავშესაფარში და ვთვლი რომ ნამდვილად ეს დადებითი ნაბიჯი არის ჩვენი მხრიდან და ეს ყველაფერი მოგცემს იმის საშუალებას, რომ განსაზღვროთ თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ტიპის პრობლემასთან, გულისხმობ პატრონიან ცხოველებთან, რადგან კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ძირითადი პრობლემა გამრავლების წყარო არის სწორედ პატრონიანი ცხოველები და პირველ რიგში საჭირო არის, რომ სწორედ აქ მოგვარდეს ეს საკითხი. აგდებენ ქუჩაში ცდავიან შინაურ ცხოველებს და ის იწვევს მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის მომრავლებას თუ რა იგულისხმება უფრო რომ განგვიმარტოთ. როგორც თქვენ იცით, ჩვენ გვაქვს მუნიციპალური თავშესაფარი ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი თბილისში და ყოველდღიურად ჩვენ მაშვეულ ეკიპას შეყავს დაკარგული ცხოველი, მიტოვებული ცხოველი. ჩვენ ყოველდღიურად ქუჩაში ვხედავთ მონიტორინგის დროს ცხოველებს, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული, დაჩიპული სტერილიზაცია, კასტრაციის გარეშე, გულისხმობ პატრონიან ცხოველებში და რა თქმა უნდა, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის, მაღალი სტატისტიკური მაჩვენებელი არის მიტოვებული ცხოველი. და სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ პატრონის მოძიებას იმ მიზეზით, რომ არ არიან ეს ცხოველები დარეგისტრირებული და დაჩიპული ჩვენს ერთიან ბაზაში. ეს პროცესი თქვენი საუბრიდან გამომდინარე ხელშეუწყობს იმას, რომ თუ მეპატრონე მზად არის, რომ ყველა ეს პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, ეს ნიშნავს, რომ ნაკლები რისკი იქნება, რომ ესეთი ცხოველი ვთქვათ გარეთ გააგდოს და მიატოვოს. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე ცნობიერების ამაღლება სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენ ადამიანებს აუმაღლოთ ცნობიერება, სანამ აიყვანენ ცხოველებს, იჩუქებენ და მიიყვანენ სახლში, მანამდე ეს გააზრებული უნდა ქონდეს თავიანთი პასუხისმგებლობა. სწორედ ეს არის პირველი პრობლემა და ვცდილობთ, რომ ეს ინფორმაცია კარგად მივიტანოთ მოსახლეობამდე, შემდეგ აუხსნათ ის ვალდებულებები, რაც აქვთ მათ დაკისრებული და აი ამ ყველაფრის გამოსწორების შემდეგ, რა თქმა უნდა, სიტუაცია გაცილებით შეიცვლება უკეთესობისკენ. თქვენ წარმოვიდგინეთ, ჩვენი თანამშრომლები დაუღალავად შრომობენ ყოველდღიურად გადაყავთ ცხოველები, რადგან ჰუმანური გზით მოხდეს პოპულაციის შემცირება, სტერილიზაცია, კასტრაციის ოპერაციის გზით, მაგრამ პარალელურად ასეთი უპასუხისმგებლო, ასე ვიტყვი, მეპატრონეები გვიმატებენ პრობლემას და ქუჩაში ტოვებენ ცხოველებს, რომელიც შემდეგ მრავლდება, არის შეიძლება ინფექციის გადამტანიც კი იყოს და საშიშროებას წარმოადგენდეს როგორც სხვა ცხოველებისთვის, ისევე ადამიანებისთვის. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ეს ბაზა განვაახლოთ, მოსახლეობის ცნობიერება ავამაღლოთ, ასევე შევთავაზოთ ეს მომსახურება სახლში კარდაკარ პროექტის ფარგლებში. იმ შემთხვევაში თუ თავი რომ დავანებოთ, თქვათ ამ რიგი წესების შესრულებას, თუ დაჩიპული ცხოველი მეპატრონემ გააგდო, ასე ვთქვათ და მიატოვა, ამ შემთხვევაში თუ არსებობს გარკვეული სანქციები, რა პასუხისმგებლობა აქვს, ან თუ შეუძლია მეპატრონეს რომ გარკვეულ ეტაპზე თქვას, რომ მას აღარ შეუძლია ცხოველის მოვლა და რა ხდება ამ დროს, რა უნდა გააკეთოს მან. რა თქმა უნდა, თბილისის საკრებულოს დადგენილებით არის გათვალისწინებული ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე მიატოვებს ცხოველს ქუჩაში, გულისხმობ, რა თქმა უნდა, დაჩიპულ ცხოველს და ნამდვილად მიუღებელი არის ეს ჩვენთვის, მაგრამ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად, როდესაც ადამიანს აღარ უწყობს საცხოვრებელი ბინა, იმის პირობები აღარ აქვს, რომ ცხოველი გაიჩეროს, თუნდაც ფინანსური პრობლემების შემთხვევაში, თუნდაც იმ შემთხვევაში, რომ ქვეყანა სტოვებს დიდი ხნის განმავლობაში და მას არ აქვს იმის საშუალება, რომ ცხოველი დატოვოს სადმე ან თან წაიყვანოს, არის გამონაკლისის შემთხვევები შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მაგრამ თუ უბრალოდ ერთ დღეს ადამიანს უბრალოდ მობეზრდა ეს ცხოველი არსება და გამოაგდო გარეთ, რა თქმა უნდა, ეს ითვალისწინებს ჯარიმას და ეს ჩვენთვის არის ნამდვილად მიუღებელი.